რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ოკუპაცია უკრაინას საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობები. ეს ის საკითხებია, რომელსაც ავლაბრის სასახლეში ორი ქვეყნის პრეზიდენტები განიხილავენ. 20 წლის შემდეგ ისტორიული ვიზიტი საქართველოში ასე შეაფასა პეტრო პოროშენკომ ქართულ კოლეგასთან საუბრისას თბილისში სტუმრობა. კიდევ რა გზავნილები გაჟღერდა პრეზიდენტის სასახლიდან ბარბარე დავითაძე გაგვაცნობს პირველი პირების განცხადებებს. უკრაინის პირველი პირის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს პირველმა პირმა პირველ ლედისთან ერთად უკრაინელ კოლეგასა და პირველ ლედის უმასპინძლა. ცერემონიაზე გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთს წარუდგინეს მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ. უკვე ორი ქვეყნის პირველი პირები უკვე პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პირველმა პირებმა უკვე პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად თავდაცვის სფეროში, ასევე ეკონომიკასა და სავაჭრო სფეროებში სამომავლო თანამშრომლობას. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე ორი ქვეყანას შორის გაფორმდა სხვადასხვა დოკუმენტები, ერთ-ერთი იყო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, მეორე კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებული დოკუმენტი. ამის შემდგომ უკვე ორი ქვეყნის პირველმა პირებმა მედიისთვის საერთო განცხადებები გააკეთეს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით ის ძალიან დიდ მადლობას უხდის ქართველ ერს და მისი განცხადებით უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით ქართველებს, რადგან მათ საერთო ეგრეთ წოდებულ მოკლედ როგორც შეიძლება ითქვას ჭირი აერთიანებთ. მაგალითად მან განაცხადა, რომ მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რას ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ისინიც ისევე იბრძვიან თავისუფლებისთვის როგორც ქართველები. მან ასევე საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა, რადგან ბოლო 22 წლის განმავლობაში მისი განცხადებით ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინის სახელმწიფო დელეგაციისა საქართველოში. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს ჩამოსვლისთვის და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა. უკვე დიდი ხანია ქართველები და უკრაინელები ერთ სიფტყეში და ერთი მიზნისთვის მოძრაობენ და ეს გამოიხატებოდა ხოლმე საერთაშორისო ფორმატებში, რა თქმა უნდა. თუმცა დღეს ჩვენ შევქმნით კიდევ უფრო მუშა მექანიზმი სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერით და როგორც უკვე მოგახსენეთ, სტრატეგიულ ხელშეკრულებაში იმ საბჭოს გაჩენით, რომელიც კიდე უფრო აქტიურად ყველა უწყების დონეზე ცალ-ცალკე განახორციელებს საქართველოს და უკრაინის პროცესების ჰარმონიზაციას, კოორდინაციას, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას, უმნიშვნელოვანესი ეგზისტენციალური მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხებზე. მიზნები ჩვენ გაგვაჩნია ერთი, სამწუხარო გამოცდილებაც გვაქვს ერთნაირი და არა მარტო ეხლანდელი, არამედ 100 წლის წინანდელი, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა, ჩვენ მაშინ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და მაშინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, იგივე გზაზე ვდგევართ და გვაქვს იმისი ნათელი ხედვა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა მართლაც რეალური შედეგების მომტანი არის ორივე ჩვენი ქვეყნისათვის. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სტრატეგიული ხელშეკრულების დოკუმენტი წარმოადგენს რეალურად იმ ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომელიც ჩვენ შორის არსებულ პოლიტიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს. ჩემთვის ძალიან სიამოვნება ვიმყოფებოდი აქ თბილისში იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები აღნიშნავენ 4 დღეში ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის თავს საქართველოს და უკრაინას შორის. 100 წლის წინ ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა უკრაინამაც და საქართველომაც. და ამით უფრო პასუხისმგებელი იქნება ჩვენი ქმედებები ახლა. იმიტომ რომ შევინარჩუნოთ და დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დემოკრატია. ჩვენ არავის არ მიცეს საშუალებას, რომ ვიკარნახოს ჩვენი მომავალი უკრაინების ჯერად, რომ როგორც ადრე იყო ძალიან რთულ დროს უკრაინელს შეუძლიათ ჰქონდეთ ქართველი მოძმე ხალხის იმედი, როგორც
საქართველოს ხალხს შეუძლია ქონდეს უკრაინული ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. სტრატეგიული პარტნერობა აგრეთვე განპირობებულია ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით. და რომ მოვიგოთ ეს გამოწვევები, როცა ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი. ჩვენი პარტნიორობა არის ყველაზე მტკიცე. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაწყებული და გენერალური ასამბლეამდე გაეროს დამთავრებული, სადაც უკრაინა არის უსაფრთხოების საბჭოს წევრი. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის დაცვისთვის და მხარდაჭერისთვის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის, საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის და აგრეთვე უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. მისი განცხადებით, ხვალვე დაგეგმილი არის უკვე ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი საქართველოსა და უკრაინას საერთო პრობლემა აქვს. მათ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიები და ორივე იბრძვიან თავისუფლებისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ის თავს გრძნობს მეგობრების გარემოცვაში. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შედგება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი. ცხადია, ორი ქვეყნის პრეზიდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და მათ შორის უმნიშვნელოვანესია ოკუპაცია, რუსეთის აგრესიული ქმედებები. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მიემგზავრება საოკუპაციო ზოლზე, მოინახულებენ საოკუპაციო ზოლს, იქ არსებულ ვითარებას. საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ მრავალი საერთო საკითხი და საქართველოსა და უკრაინის მოქმედებები ბევრ საერთო საკითხთან მიმართებაში, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გაიმართება ორი ბიზნეს ფორუმი თბილისსა და ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთვის უკრაინა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, ასეთი ტიპის ბიზნეს ფორუმებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. უკრაინელებმა და ქართველებმა ვიცით თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტით ჩვენს მეგობრობას ხაზს ვუსვამთ. ამ ვიზიტის დროს თავს არ გრძნობ როგორც ოფიციალური ვიზიტის დროს. მე თავს გრძნობ მეგობრების გარემოცვაში. დღესვე უკრაინის პირველი პირი პეტრო პოროშენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესად შეხვდება. მე კი შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტის რანგში საქართველოს პირველად ეწვია.